არ დაკეტოთ კარი, საჯარო სივრცეა და მე მოქალაქეა შემიძლია შემოვიდე ოპერატორი დატოვეთ ჩაწერა აუდიო ვიდეო გადაღება შენობაში აკრძალული. თქვენ იყავით გამოკითხვაზე? მიბრძანდით თუ რამე გაინტერესებს საქმისთან დაკავშირებით მიმართეს პრესს, ეს ხო არ არის ახალი. ეს ხო ასია დადგენილი, რაღაცა მომიხარდათ. მიმართეთ და მიიღებთ პასუხს პრესიდან. გამოძიება დაწყებულია საქმეზე მითხრეს. ეს რეაქცია მოყვა ბოლნისის პოლიციაში შაბათის ეთერის კითხვებს. აქ იმის გასარკვევად ჩამოვედით, როგორ მოიპარეს სეიფიდან სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების დროს ამოღებული და დალუქული ოქროს ნივთები. შაბათის ეთერს პროკურატურამ დაუდასტურა, რომ პოლიციის შენობიდან მოპარული ოქროს ამბავზე გამოძიება მიდის. არ შემოვდივარ შენობაში ვარ? რა თქმა უნდა, მაგ, იმიტომ რომ ჩემ მოვალეობას ვასრულებ. თქვენ ვიმძანდებით, ხალბატონო. სად გაქრა ოქრო? ინფორმაციას მიიღებთ პრეს-ცენტრის. პოლიციელებმა ოქრო გაიტანეს, რომელიც ამოღებული იყო შემთხვევის ადგილიდან? გამოძიება და ლომბარდეს თუ რა ქენით? გამოძიება უკაცრავ. და ვინ არის დამნაშავე პოლიციელი? რატო არ არის აქამდე დასჯილი? მიშელაძე რას აკეთებს? მიშელაძის კაბინეტიდან არის გატანილი ნივთკიცებულებები? ბოლნისის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ნიკოლოზ მიშელაძე ხელმძღვანელობს. სწორედ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს დაიკარგა პოლიციის განყოფილებიდან ოქროს ნაკეთობები. შაბათის ეთერს მოქმედი პოლიციელის გარემოცვა უყვება, რომ ძვირადღირებული სამგაული სამმართველოს უფროსის სეიფში ინახებოდა. საქმიდან იყო აღებულიო დიდი რაოდენობით ოქრო. დღესაც ეს პიროვნება ზის ბოლნისის პოლიციის სამმართველოში და ეს არის ნომერ პირველი ადამიანი, რომელიც უსაფრთხოებას იცავს და როგორ უსაფრთხოებას იცავს, ხო შეიძლება რომ თვითონ მინისტრი დაინტერესდეს ამით და ერთხელ და სამუდამო წერტილი დაეშვას, რა ხელშეუხებელია ბოლნისი. ბინების ძარცვის დროს, როდესაც პოლიცია ნაკურდალ ოქროს, ბრილიანტს ან ძვირფას ლითონის ნივთებს პოულობს, მას გამოძიების დასრულებამდე ლუქავს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ნივთები მეპატრონეებს იმ მოტივით არ დაუბრუნეს, რომ ჯერ გამოძიებისათვის იყო საჭირო. ახლა კი ოქრო პოლიციის შენობიდან დაიკარგა. ფაქტზე მოკვლევა რუსთავის სამხარეო პროკურატურამ დაიწყო. გომელაური რო შეიცვალა და გელაძით ჩანაცვლდა, იმ დროს გამჟღავნდა ფაქტი, რომ მისი კაბინეტიდან დაიკარგა ნივთმტკიცება, ოქროები თუ რა არის არაზუსტებენ და ალბათ ამის გამო მთელი ბოლნისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები დაკითხვაზე იყვნენ გადაყვანილი რუსთავის ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში. ზოგმა დაადასტურა, რომ იცოდა და ზოგმა საერთოდ გაგებაში არ ისიც კი არ უცოდით თუ ეგეთი საქმე იყო და და ესეთი მნიშვნელოვანი ნივთკიცება იყო, ეგეც არ ვიცოდეთ და მე როგორც გამჟღავდა ბატონი ნიკოლოზ მიშელაძე გამწარებულია იმაზე, რომ ვის დაეტაკოს და ვის გადააბრალოს ეს, რომ თვითონ სუფთად გამოვიდეს ამ საქმიდან. პოლიციის შენობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გარდა ოქროს ნაკეთობებს სხვა ფიზიკური პირი ვერანაირად წაიღებდა. ახლა ჩნდება კითხვა. პოლიციაც ქურდებმა გაძარცვეს და ნივთმტკიცებები მოიპარეს თუ ოქრო სახლში თავად პოლიციელებმა წაიღეს. რა რაოდენობის ოქრო არის დაკარგული პოლიციის მაღალჩინოსნის კაბინეტიდან? ნივთმტკიცებები იყო თუ არა ეს ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. დაგემშვიდობებით, ბოდიში პროცესი მეწყება და მეჩქარება. ეს ხო ძარცვის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებულებებია, რომელიც ბოლნისში ხდებოდა სწორედ გასული წლის გაზაფხულზე. შენახვასთან დაკავშირებით არსებობს წესები და ამ წესებთან დაკავშირებით უნდა მოიკითხოთ იმ კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოში, სადაც კონკრეტული საქმე და ნივთური მტკიცებულება ინახება. და პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ბრალდებული არის ქურდობაში ამ დრომდე თანამდებობაზე როგორ არის ქალბატონ ხათია? პოლიციის შენობიდან გამქრალი ნივთმტკიცებულებების და დაწყებული გამოძიების ფონზე ბოლნისის რაიონულ სამმართველოში თანამდებობას ინარჩუნებს ყველა. კონფიდენტი გვიყვება, რომ პასუხისმგებელი პირი პირიქით დააძინაურეს. ის სამმართველოს მოადგილის პოსტიდან უფროსად გადაიყვანეს. მიშელაძის ბოლნისში გავლენიანი მფარველები ყავს. კონფიდენტის თქმით, ის ვახტანგ გომელაურის და ბოლნისელი ბიზნესმენების ძმებ აბრამიშვილების პირადი კადრია. ძმებ აბრამიშვილებზე შაბათის ეთერმა გამოძიება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოამზადა. ორივე ძმა ქართული ოცნების შემომწირველია. გიორგი აბრამიშვილს 2018 წლიდან დღემდე პარტიისათვის 358,000 ლარი აქვს გადარიცხული. გომელაურის კლანია, ბედოიცემ და აბრამიშვილმა
ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მათი წარდგინებით მოხდა, იმიტომ რომ მიიყვანეს და დანიშნეს და გამოუცხადეს, რომ ეს იქნებოდა პოლიციის უფროსი და იმის მერე ბოლოში გახშირდა ქურდობები, ან მანქანებით ხდება ხამპირუტყვი, კარგება, რა ვიცი, ყველაფერი ხდება, რაც შეიძლება აღშფოთებას იწვევს, მაგრამ ვერ ამბობს ხალხი. კრიმინალმა იმატა. ვინც კრიშავს, ალბათ იმას მიართვა, თორე ალბათ არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ თავისი ზემდგომების სურვილს ასრულებს, თორე როგორც თქვეს, ესე ადვილად პოლიციის უფროსი არ ინიშნება. რა ბედი ეწია იმ ნივთმტკიცებულებებს, რომელიც გაქრა ბოლნისის პოლიციიდან? არ მაინტერესებს. და პოლიციელებმა რა უყვეს ამ ნივთმტკიცებულებებს გადაყიდეს და ალომბარდეს? მეუღლეებს აჩუქეს თუ რა მოხდა? პოლიციიდან მოპარული სამკაულების ამბავს პროკურატურა რამდენიმე თვე აიძიებს. ჩვენი ინფორმაციით საქმეში ჯერ არდევს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგენდა რა ღირდა ოქრო, რომელიც პოლიციიდან გაქრა. გამოძიება 342 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს. ხელმძღვანელთან მინდა საუბარი, როგორ დაიკარგა პოლიციის განყოფილებიდან ნივთმტკიცებები. მე ვიცი, რომ მთელი შემადგენლობა იყო გამოკითხვაზე რუსთავის სამხარეო პროკურატურაში და გამოვლინდა თუ არა ქურდი პოლიციელი, რომელმაც გააუჩინარა ნივთმტკიცებულები. დიახ. აქ არ ბრძანდება მე. სად არის რომ? როგორ შეიძლება დამაკავშიროთ, იმიტომ რომ ამ ადამიანმა დარწმუნებული ვარ, იცის რა ხდება. თუ მოვა დაგელაპარაკებთ. იმიტომ რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა დანაშაული. პოლიციის მაღალჩინოსანი ახლა ბოლნისის მთავარ სამმართველოშია. ის არც სატელეფონო ზარებზე პასუხობს. ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბოლნისში კრიმინალის შემთხვევებმა იმატა. დაკეტილ ბინებში მძარცველები შედიან და სახლში შენახულ ძვირფასეულობაზე ნადირობენ. სახლები ქვემო ქართლის ამ ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით იძარცვება. თვეები ისე გადის, რომ არც გამოვლენილი ქურდი არავის უნახავს და ვერც დაკარგულ ნივთებს იბრუნებენ. მე არ ვიყავი გადმოსული აქ რემონტს ვაკეთებდი და ყველაფერი ახალი კორპუსში ცხოვრობდი, ყველაფერი ახალი, აბსოლუტურად ტექნიკა, საოჯახო, ჭურჭელი, ტომეულობა, სუვენირები, ნახატებიც კი, აი რეპროდუქციული ნახატები, დანაობდილები არა. ყველაფერი იყო გატანილი, ყველაფერი აბსოლუტურად არაფერი არ დამიტოვეს. ქალბატონი ნინო გაბიწაშვილი ნახიდურის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგია. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი 35 წელია ელოდება საკუთარი სახლის ყიდვას. დასახლდნენ ბოლნისში, გაარემონტეს კერძო სახლი და მეორე დღესვე ნახეს, რომ წლობით ნაგროვები ქონება, ძარცველებმა მთლიანად წაიღეს. ეს ფარჯარა იყო ოდნავ გადაწეული შიგნიდან. ეს თლიანად ჩამოიგეს, გახსნეს, აქედან გადავიდნენ და აი აქ ხობიდან გადაზიდეს ყველაფერი. სოფლის დამსახურებული პედაგოგი გვიყვება, რომ სახლების ძარცვა ბოლნისში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ქურდები სახლებს ღამის საათებში ძარცვავენ, მაშინ როდესაც იციან, რომ მეპატრონეები იქ არ იმყოფებიან. განცხადება პოლიციაში დაწერა, საქმის ძიება დაიწყეს, მაგრამ შედეგი არ არის. ორი ადამიანის ნაფეხური იყო, ან კეტები იყო, ან ბოტასები, იმიტომ რომ სხვადასხვა ის ქონდა უზორი ქართულად როგორ არის ორნამენტი. ხო, აი ესენი ქონდა ესე. აქ ესენი ეს არ გვეყარა ქვიშა და იყო ნაყარი მიწა და რბილი და ეს ნაფეხურები ყველაფერი, მაგრამ ჯერ მოვიდა ისა გამომძიებელი, ასე თქვა, რომ აქ უკვე რამოდენიმე ხელიაო მოხვედრილიო და იმას ვერ ავიღებთო. ანაბეჭდებს ვერ ავიღებთო. ხელოვნების პედაგოგის ოჯახის ძარცვის შემდეგ მხოლოდ მირიან მეფის ქუჩაზე 3 ოჯახი გაიქურდა. იმის შემდეგ 3 ოჯახი გაიქურდა ჩემს მერე. რომლები? აქვე მეზობლის ერთი რუსთაველები არის, გვარი ნამდვილად არ ვიცი. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ახალი ჩამოსულები არიან და იმასაც იმ ოჯახიდანაც მე მგონი საოჯახო ისინი წაიღეს, აი ხელსაწყოები რაღაცა ეგეთ. ბაბუზანის ფარდაც კი რომელიც გაუხსნელი იყო თავის იმაში, ისიც კი წაიღეს ბაბუზანის ფარდა. ესეთი რა ისინი იყვნენ, აი ხამები თუ რა ვიცი რა გითხრათ, ვერაფერს ვერ უპოვი ამ საქციელს არ ვიცი. კიდე რომ გადავყევ. ისე მინერვიული რომ
წლებისაგან რა ვიცი არაფერი წამალი არ მშველოდა. მაია აზრუმელაშვილის სახლიდან მძარცველებმა ოქროს ნაკეთობები წაიღეს. საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად ამ დრომდე არც ქურდი დაუკავებიათ და არც სამკაულები დაუბრუნებიათ მეპატრონისათვის. სახლის ძარცვის მუდმივ შიშში ცხოვრება ქალაქ ბოლნისის მკვიდრების დღევანდელი რეალობაა. ქალტომაიკო, როგორ შემოვიდოდნენ? ანუ თქვენ სახში არ იყავით ესე იგი, ხო? დღეს ახალი გასული იყო 3 დღის წინ ჩემ ბიჭმა კიდე კარები დაკეტა, აღარაფერი არა, მოხდა არ ვკეტავდა. მეოთხე შვილის ტელევიზორი და ის არ გაიტანონ დაკეტა კარები. მაია აზრუმელაშვილი ბოლნისში უკვე მეორედ გაძარცვეს წლების წინ ქალს, რაც კი ოქროს ნაკეთობა ქონდა ყველა მოპარეს. ამჯერად ქურდებმა დაკეტილ სახლში შესვლა ფანჯრიდან სცადეს და კარადაში საგულდაგულოდ გადამალული ძვირფასეულობა გაიტაცეს. თბილისთან მოვდიოდი მე, მოვედი ვნახე, უბრალოდ მივხვდი რომ ეს გვიან მოვიდა თან და ფანჯარა ისევ ღია იყო და მაგით მე ერთადერთი ბეჭედი მქონდა, ერთადერთი და ცეპის აი ესეთი ბავშვი მომნათლე და მოწყვეტილი რაღაცა პატარა ცეპის ნაჭერი იყო. ეგ მქონდა. მე საერთოდ რო არ მაბადი. პირველივე ოჯრას გამოაღებთ ვარა იქმე და ეს პატარა ყუთში. ადგილობრივების მონაყოლით დგინდება, რომ მთელ ქალაქში კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს. ძარცველები, რომელთა გამოვლენასაც არავინ ჩქარობს. ეს იმ ფონზე, როდესაც თავად ამავე ქალაქის პოლიციის მთავარი შენობის სეიფიდან იკარგება დალუქული ნივთმტკიცებები. გამიგია კიდეც რომ იმიტომ წავედი პოლიციაში მართალი ერთი ბეჭედი იყო და ერთი იყო, მაგრამ მე გამიგია ბოლნისში რომ ვიღაცებს მოპარეს და მართლა დაუბრუნეს და ამიტომ განვაცხადე რომ იქნება გამოჩნდეს მეთქი. დავწერე განცხადება და რა ვიცი. ქურდი დაკავებულია? ბატონო, ქურდი დაკავებულია? არ ვიცი და რომ დაეკავებინათ არ არსებობს რაღაცა რო ეპოვა. ოპერატიულად მოვიდნენ, მართლა სერიოზულად, მართლა გეუბნები. რუსთავიდანაც ჩამოვიდნენ, ძაღლიც მოიყონეს, ოპერატიულად ჩატარდა ყველაფერი, კი, ძალიან მაგ მხრივ და რა შედეგი დადგა გამოძიებიდან? რა შედეგი დადგა გამოძიებიდან? სავარაუდოდ გამოძიებაშია. ემიგრაციაში მყოფი ქალბატონის ლია ფოცხვერაშვილის სახლიც რამდენჯერმე გაძარცვეს. სახლიდან შორს მყოფმა ქალბატონმა სათვალთვალო ვიდეო კამერებიც ამ ძიმე ფაქტების შემდეგ მთელს პერიმეტრზე თავდაცვის მიზნით განათავსა. რატო გადაწყვიტეთ, რომ სახლი ესეთი დაცული ყოფილიყო თქვენი? რის გამო? არ გამქურდონ კიდე. ორჯერ გამქურდეს და მესამედაც რო გამქურდონ, რისის წვალობ. მიუნხენში წელებზე ფეხს ვიდგავთ, რომ რაღაცა საკუთარი სახლია და დანგრეული სახლი იყო ეს გერმანული სახლი და ნელ-ნელა ვაკეთებ რა მშობლიური სახლი და მინდა ლამაზად სიბერი გავილამაზო მაინც და დაცვა მეშინიერ ვარ და ორჯერ ძარცვა და დროის რა შუალედში მოხდა? ახლოს იყო? ჩერეს ერთი წელი. ერთი წლის შუალედით. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ იყო შემთხვევა, როდესაც სახლიდან $25,000 ოქროც გაიტანეს. ძარცვა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მთელი ქალაქი სამძიმარზე იყო წასული. იცი რომელი ამბავს გეუბნები? ვიწადების გასვლება რო იყო. მაგ დროს რო ვიღაცის სახლი გაქურდეს. აი ეს ვინაობას ვადგენ? $25,000 ოქრო რო არის წაღებული, ვის სახლიდან არის? ვიღაც ხალის აქვია იმ ხალს. ყველა მიცის კაცო თერმაბოლის მაიცის. ეს ყველაფერი არ არის. დგინდება, რომ სახლის გაძარცვის მიზნით ქურდები გვიან ღამით შევიდნენ ქართული ოცნების ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელის დავით ჯაფარიძის დედასთანაც. ნათელა ჯაფარიძე სახლში მარტო იყო. 78 წლის ქალბატონი ბოლნისის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია. სახლში ვნახე. სახლში? რა უნდოდა? რა უნდოდა, რა ვიცი მე. მე ძინა და რო გავიგე ხმა ავდექი და ვნახე, მაგრამ ზურგით იდგნენ და გავიდნენ. წავიდნენ და წავიდნენ, всё. გაიტანეს რამე მოასწრო? არაფერი. რომელი საათი იყო დაახლოებით? შუაღამის მერე იყო რა ვიცი ასე. მარტო ვიყავი დიახ. და რო ადექით ერთი იყო, ორი პიროვნება იყო? ორი იყვნენ, ხო. მითხრეს რომ აი ესეთი მარტოხელა პენსიონერმა მის სახლში ძარცვის მიზნით შესული ორი მამაკაცი მაშინ შეამჩნია, როდესაც კარადაში ნივთების ძებნა დაიწყეს. პოლიციაში მას არ დაურეკავს, შვილიშვილს გიგი ჯაფარიძეს დაურეკა, რომელიც ბოლნისის მერიის მოქმედი თანამშრომელია. იცანი სახეზე? ვაიმე, სახი არ დამინახია, ზურგით იდგნენ, აი მან გარდერობში იხედებოდნენ. ხო. მან. ხო. და მე აქედან გავედი. ხო. და იმათ რო გაიგეს, რომ ჩემი ხმა რო გავედი, კარები გავაღე, ეს კარები მოხურული მქონდა, ეგრევე გავიდნენ და წავიდნენ. მარტოხელა ქალბატონი იყო ღამე, სახლში დარჩენილი. სავარაუდო ძარცველები რო შემოვიდნენ აქ. არ ვიცი, რაზე მესაუბრებთ.
იჩივლეთ შეიტანეთ პოლიციაში მიშელაძესთან განცხადება? მიმზანდებით საერთოდ. და პირველი შაბათის ეთერიდან გაწუხოთ, ბატონო ჩემო. ბოლნიში შაბათის ეთერის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კრიმინალი მოსახლეობის გამოწვევად რჩება. თუმცა იმედი, რომ ამ პრობლემას პოლიცია გაუმკლავდება, არ აქვთ.